ცოტა დიდი უნდა ბალახი, მაი პატარა ძნელია მოსათიბად. საღამოშვიდობის. როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? ახლა ამ წუთში მოვწი. გავთიბეთ. ნახევარი გუშინ გავთიბე, ნახევარი დღეს. და დასაფოცხი მაქვს ხალხო, ისე დავიღალე. აი უყურე შემოვედი ისე იმითი, რა ქვია, ბუნდგლიანი. ამობუნდგლებული. საღამოზე ვიბანავებ ურჩებარემისა და მე ვიბანავებ. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? შენაზე უნდა გესაუბრა კოსტა რაღაცა თემა. აღარ მახსოვს. თემა აღარ არის? აღარ მახსოვს. იმ თემაზე ხო უნდა გესაუბრა YouTube-ის შესახებ. ეგ ვისაუბრე უკვე და რაღა ვისაუბრო. მეტი არაფერი ვიცი. რაღაც არ უნდა გითქვა. დეპრესიაზე. არ ვიცი რა ვთქვა, რა ვიცი. არ ვიცი დეპრესიაზე რა ვთქვა ხალხო. რთულია. დეპრესიაზე რა უნდა ვთქვა ახლა? დეპრესია ძნელია. რა უნდა ვთქვა ახლა ისეთი დეპრესიაზე? მე თვითონ მემართება ხოლმე ხანდახან. ხო, აი რა უნდა ვთქვა? დიდი არაფერი. რა უნდა ვთქვა? ის არის რა ქვია, უნდა ეცადო რომ საკუთარი თავი შენ თვითონ ემასაკრა. აი ანუ მდგომარეობიდან. არ უნდა მიეცე დეპრესიას, თორე ძალიან რთულია იქიდან ამოყვა. რთულია გამოსვლა. არ უნდა მიეცე ნამდვილად. ენერგიაზე მე მემართება ხოლმე ხანდახან ხალხო. ხანდახან კი არა, ამ ბოლოს ხშირად მემართება. დეპრესიასავით. მინდა რომ სულის ვიყო ხოლმე რა ქვია. ოთახში და მარტო. იძინო. სუს მეძინო, სუს საბანი მეხურს თავზე. და სიცხეში საბანი რო დაიხურო ხო გაიგუდე. არაფერი აღარ მინდა, ყველაფერი აბსოლუტურად ნერვებს ეშლის. არ უნდა ჩავარდე ადამიანი დეპრესიონელაში. მე სხვაზე ვიძახოდი ხოლმე ხალხო ადრე და მე თვითონ დამემართა. დეპრესიონელი არ შეიძლება. უნდა მოხვიდე გონს. აი იმ დროს მე აი რო შევედით იმაში რა ქვია. ვიდეოში. რაღაცნაირად ვიყავი, ვიდ გავიგერანიათ ვიყავი. მე არც მინდოდა, კიც მინდოდა და აი ძალით რო რაღაცას გააკეთე. საერთოდ არაფერი რო არ გინდა. ძალით რო რაღაცას გააკეთე და ისე. აი ახლა ისე ვარ დაღლილი ხალხო, ისე ვარ დაღლილი რომ გეფიცები ლაპარაკის თავიც აღარ მაქვს. ხალხო ძალიან ცუდი შეგრძნება. სამზარეულო დავალაგე. ვისაც გადაუტანია დეპრესია დამეთანხმება. ვისაც ქონია. რასაც ღაიში ის არის რა ქვია. შეგრძნება. ლაპარაკიც რო არ გინდა. ხო. დედა. ჩემ საკუთარ თავზე ნერვები მე თვითონ მეშლება ხოლმე ნერვები ხალხო. ყველაფერზე შარზე ვარ. ისე არის ყველაფერზე შარს ვეძებ. ყველაფერი ნერვებს მიშლის. არაფერი არ მინდა. საერთოდ სულ მინდა რომ მარტო ვიყო და არაფრის ხმა არ მესმეოდეს. ყველაზე იცი რა არის? მე ეგეთ დროს შოპინგზე უნდა წავიდე ხოლმე. ძალიან მეხმარება. ან საყიდლებზე. ხო, შოპინგზე საყიდლებია შოპინგი. ისა პროდუქტის საყიდლებზე. ხო, ეგეთ შოპინგია რა მნიშვნელობა აქვს. ხო. უნდა წავიდე. ან მაღაზიაში შესვლა გაისეინო. ან გარეთ უნდა გავიდე და გავისეირნო. რო ცოტა ის არის რა ქვია, გონზე მოვიდე. სულ არაფერი იყიდო, მაინც იმაში. გონს მოვალ. სოციალიზაცია სჭირდება საერთოდ. ხო, აი რაღაცა. აი ეგეთ პერიოდებში არ მინდა ხოლმე რომ თქვენთან მოვიდე ხალხო. მაგრამ და წესით უნდა მოვიდე, რომ ლაპარაკი უფრო დამეხმარება. მაგრამ ვერ ვაკეთებ. არა, უნდა გააქტიურდე გიორგი ერჩაიძე.
არ ჩაილება მეთქი არ შეიძლება. არ ჩაილება. ჩაილება არა ისა კიდე. ვაი ბედედა. რას უბერავე. დეპრესიონერა ძალიან ცუდია. ხალხო. და გიჩევთ არ ჩავარდეთ. გიჩევთ რომ არ ჩავარდეთ. Depresionera tanta zura. რა ჯანდაბა არის, რა უბედურება არის, რა ვიცი. რა ჯანდაბა მაგაგაშტერა ტენტე ზურა. Depresionera. ყველაფერი აბსოლუტურად დეპრესიაზე მინერვეს ვიშლის მაგალითად. შოპინგი არ ვიშლის. შლოპინგი ძალიან მაგრა ვლაპარაკობ ხალხო ძალიან მაგარი სიტყვები მაქვს ლექსიკონ შლოპინგი დეპრესიონერა შლოპინგი დეპრესია ძალიან ცუდია მაგრამ რას ვისაუბრებ რატო დამემართა ვერ გავიგე არ ვიცი ან როდის დამემართა საერთოდ ან რატო დამემართა? არ დაგამართინი რა მომენტში შეიძლება რა ჯანდაბა და დოზანა არის ვერ ვხვდები. დეპრესია არც არის შეიძლება დეპრესია არის, მაგრამ არის დედა. აი, რაღაცა- დეპრესიის ნიშნებია. რაღაცა და ბოლომდე არ ვარდები. კიდევ კარგი. კიდევ კარგი. ხეზე დააკაკუნეთ. ეგ არ არის ხე. ხე არის. რა ვიცი რაღაცა არის. ხეზე დააკაკუნეთ ხალხო თქვენს მაგიდასთან თუ ხართ. ან ზადმე ხესთან თუ ხართ დააკაკუნეთ. ან სკამზე რაღაცაზე. ერთო მე ახლა სულ შემიო ამ ჭხილებში ისა. რა ხეთათ მანები არა მაგრატია ვკრიფ. ფუ. და მესურება ჭხილები რა. ყამწე მივთამაკ. ამას ისე ვიქნებ დიდი ჟორივით. მე სადღაც უნდა გადავაგდო და ვეღარ მოვიღო იქიდან. ჭხილებზე მანიკური აღარ ისია. მოგოდა ხანდა ასე. ასე და რა გიჩიო, რა ვიცი. გიჩევ რომ ჩემპიონატი გამოცდილებით შოპინგზე წახვიდე. მოგიხდება. გარეთ გახვიდე, გაისეირნო უბრალოდ. ისიც მოგიხდება. ხაერზე. ო, მზესუნჯი. მზეს უმზირა. სხვათა შორის ისიც მედიტაციაც ეხმარება უიძახიან. მაგას. მაგრამ მე მეზარება იქ. როგორ მეზიტი. ფეხები უნდა ესე მოკეცო. ასე უნდა დაჭრე. ვაი, ნიკნებდკიო მე ვერ წევ. და ესე უნდა გააკეთო. ოღონდ ეს კი არა, ეს ხელები კი არა. აი ეს ზენ უნდა დაიჭირო. ასე. და იმას აქნაო ქვია. დახუჭო თვალები და მედიტაცია უნდა გააკეთო. უნდა შეხვიდე. როგორ გამოხვიდე? უნდა შეხვიდე ზეციურ ძალებში. როგორ გამოხვიდე მე? გამოხვალ. ზეციურ ძალებიდან და გამოხვალ. დარჩე ეგრე გახინგაღი. ასე თუ დარჩი. ასე აი თუ დარჩი. იმაზე რა ქვია. დივანზე დადებული. დივანზე არა, იატაკზე უნდა დაждე. დარჩი გაღიმებული ისე. თუ დარჩი ისე დადებული. კანდაკელასავით. ასე. აბა მდგომარეობაში. პოზაში. პოზნაში მაგარია. არ დარჩები გამოხვალ მანდედან, მაგრამ იმას იძახს რა ქვია. კარგია ცოტა ხანი რომ იმას მოცილდები რა ქვია. ყოველდღიურ ყოფას მოცილდები და გადახვალ იმაში. 19 იმაში სხვა განზომილებაში გახვალ. შეგიძლიათ საკუთარ თავსაც ესაუბრო. მე სულ გეუბნები რომ არ უნდა ჩავარდე დეპრესია. ეგეთ დაგემართება წამოხტი. შეგიძლია საკუთარ თავს ესაუბრო. წამოხტი. ოღონდ იცი რა გააკეთო, ესაუბრო კი არა. ეგრევე დაგემართება.
საკუთარ თავს უთხარი. გააღვიძე მეორე მე შენში. საკუთარ თავს უთხარი. აღლა დროზე აითრი აქედან. ადექი გადი გარეთ. თორე არ ვიცი რა გიზა. მეგრე ვაკეთებ ხოლმე ხალხო ხანდახან. აეთრი ადე ახლა ეგდემა მაგსაწოლიდან და გადი გარეთ ნუ გდიხარ და ნუ გძინა. თორე ჩაცხე რაღაც. და გოდა ასე აიმე რა არის ისა მაქსუთ და ფეხები მაგაი მე ფეხები მაინც არა ჩანს იქ გაპტიანებული. ეგ არაფერი რო არ გეთქვა ვერც გაიგებ და ხალხი და დამტვერიანებულია ის რო თიბე გოდა ასე გავასუფთა დეპრესიონერა არ შეიძლება არა ნამდვილად და არა. მე სუგეუნები მართლა ახლა ხუმრობის გარეშე ვიძახი ხალხო ვეუნები სულ არ შეიძლება უნდა შემოუძახო თავს შემოუძახო საკუთარ თავს რო აეთრია ეგ საწოლია ზუნუ გძირავს ხო ვეწუნდას ხო უბრალოდ ხვიძე აეთრიე კი არა ადექი დროით აეთრიე რა ლაპარაკია ადექი და შემოუძახ შენ თავს აი შენ თავს უნდა უთხრა აი მე ხანდახარ როგორ ვიცი აი ცუდად რო გავხდე არა ვარ ჩემ თავს ვეუნები ცუდად არა ვარ ცუდად არა ვარ ჩემ თავს უძახი უნდა ჩავიდეს ცუდად არა ვარ ვიძახი მე და მე უფრო ცუდად რო არა ვარ ვიძახი და მე უფრო გამოვკეთდები იცი რა არის და სხვათა შორის ცუდად როცა ვარ აი აქ მოსვლა მაშობა შველის აი ცოტა რაღაცნაირი ხასიათზე რო ხარ ხო ხასიათზე კი არა მაგრამ ცუდათაც რო ანუ ვირუსი მაგანე ელემენტარი ვირუსი რო ხო მაგრამ ის არის რა ქვია აი რაღაცა ენერგიაზე მომყავარ აი თითქოს თქვენთან საუბარი თითქოს რაღაცა ელემენტარული აი რაღაცა თითქოს შველის თითქოს კი არა მართლა შველის ხალხო თქვენთან საუბარი და ხო და მომწერა რომ თითქოს ისეთი სამაკო რა ქვია ყოველდღე არ ამაკო სულ არ ამაკ დეპრესიაში ბოლომდე არა ვარო პერიოდები არისო შეიძლება ერთი დღე ვიყო ეგრეო საერთოდ არ მინდოდეს არაფერი არც ცხოვრება აღარ მინდოდეს და ფიქრობ რომ ამ სამყაროში მარტო მე ვარო დარჩენილი ეგრე ფიქრობ არა ნამდვილად არა ეგრე არ უნდა იფიქრო არ უნდა კი მეც მემართება ხოლმე მსგავსი რაღაცა მარტო მე მინდა რომ ვიყო მაგრამ ეგრე არ შეიძლება არა ნამდვილად არ უნდა იყო აი მაგალითად მე ხანდახან აი ცი როგორ ვარ აი ხანდახან ახლა ხშირად არ მემართება მაგრამ აი მინდა რომ არავინ არ იყოს არაფერი არ გამაკეთებიო აი ეგა ხო ზუსტად ეგრე აი მე ძალით მინდა რომ საერთოდ საწოლიდან არ ავდგი და გარეთ არ გამოვიდე იმიდან რა ქვია ოთახიდან აბა რა ხლა რა სიზავი მოსარი რა ქვია მოთხოვნილებები რო გაქვს გექნება არა უბრალოდ არ შეიძლება არ უნდა იყოს სოთა შორის ჭამასაც გამოყავხარ ჭამაც არ მინდა მე მაგალითად ჭამას გამოყავხარ შეიძლება დეპრესიის სიაში ვჭავდე უზომოდ ჭამო და ჯანმრთელობის ის დაიმართო ეგრეც არ გააკეთო შენ ჯანმრთელობის პრობლემა დაიმართო მე არ მინდა საჭმელი საერთოდ ჭამა არ მინდა არც წყალი მინდა დავლიო და რაღა ვქნა უკვე მე მგონი გავრეკე დეპრესია კი არა მაგრამ მე გავრეკე მგონი გარეკილი მაქვს უკვე ფსიქიატრი მესაჭიროება არა გიორგი ეს უგეუნები არა არ ჩავარდე ეგრე მე ძნელია მანდიდან გამო კი ძნელია რა ძალა გადგი აი რატო ის გამო აი რატო უნდა იყო ეგრე უნდა შემოუძახო თავს რომ იგითი რაღაც არ დაგემართო მე თვითონ ჩემ თავზე ნერვები მეშლება ხოლმე ხალხო და შემოუძახო თავს რომ ესეთი რაღაცა არ უნდა შეგიძლია წერო კიდეც დაწერო რაღაც შენი განცდები დაწერო აიღო ბლოკნოტი და ჩაწერო შენი განცდები მე იქნებ იმან უფრო გამოგიყვანოს რომ იმასი და რა ქვია ხო რა და არა ნამდვილად გამოდი გარეთ გაიარე გამოიარე სოციალიზაცია იმას აქენი რა ქვია სოციალიზაცია ზოგადად შველის სკოლას რაღაცებს ხო გამოდი გამოისეინე გაიარე გამოიარე რაღაცა იმას ქენი რომ შემოუძახე შენ თავს
რომ არა ეს ჩემთავს არ უნდა მოხდეს და მე აი ამაგას რომ ჩააგონებ შენ ორგანის თქვა სიტყვაზე მე აღარ დაგემართება მე ესეთი რაღაცა არ დამემართება არ მაქვს აი მაგალითად მე რაღაცა რომ ვარ აი დაძაბული ან რაღაცა ელემენტარული ხშირად შეიძლება არ გემართება ადამიანს მაგრამ ვცდილობ რომ ეგეთი რაღაცა არ გავაკეთო ხანდახან აი რაზე გაუბრაზდები მე თვითონაც არ ვიცი ის არის რა ქვია ჩემმა მეგობარმა მომწერა რომ ის არის რომ ეგრე დეპრესიაში ჩავარდაო და სმა დაიწყო არა არ უნდა დაიწყო სმა დაიწყო და სამწუხაროდ გარდაიცვალა არა ეგრე არ უნდა გააკეთო არა სმაში საერთოდ არც სმაში და არც მსგავს რაღაცეებში ის არ არის რა ქვია გამოსავალი არ არის გამოსავალი მსგავს რაღაცეებში გირჩენია ადგე და შენ თავს შემოუძახო რომ აი მე ეგეთი რაღაცა არ დამემართე იფიქრე რომ შენს მეგობარს რომ მოუვიდა ესე მეც ესე არ უნდა დამემართოს მაგაზე იფიქრე შენს ოჯახის წევრებზე იფიქრე ხო რა არა ნამდვილად შენს პატარაზე იფიქრე შვილი ყავს ხო ნამდვილად და არ შეიძლება უნდა შემოუძახო შენ თავს ახლა შეიძლება ხშირად არ გემართებათ მაგრამ როცა ეგეთი რაღაცა როცა მსგავსი რაღაცა აი ლოგინამდეც არ უნდა მიხვიდე უნდა იმას აქნა რა ქვია გაიარო გამოიარო შეიძლება არც არაფერი არ გააკეთო მაგრამ აი ეცადე უნდა ეცადო შენ თავს რომ აიყვანო თავი ნამდვილად უნდა უთხრა შენ მეს და შენ თავს რომ აი მე ესეთი რაღაცა არ უნდა დამემართოს არა ეგეთი რაღაცა არ უნდა მქონდეს რატომ რისთვის არ შეიძლება ისეთი მდგომარეობა არ მაქვს რომ მართლა ღმერთმა ჯვარი დასწეროს ყველას რომ მართლა რომ გამოუვალი მდგომარეობა გაქვს და აღარ ყავს არც იქით არც აქეთ არც ის აღარავინ ყავს ეთია და ისიც არის რა ქვია ისიც კარგია რომ თლად არ ახარ იმაში რა ქვია დეპრესიაში ჩავარდნილი თორე ხო კი არა ღმერთს მადლობა რომ არა კაცო მე იმას გეძახი მაგრამ არ უნდა დაიმართო არ უნდა გააკეთო არ უნდა იმას ხო შეიძლება სულ ელემენტარული სიტყვაზე ავიღო ტელევიზორი ჩართო სერიალს უყურო ხო კი ეგეც ეხმარება გადაიტანო რაღაცაზე არა კი ნამდვილად არა კითხვა წაიკითხე რამე ხო წიგნი წაიკითხე მე მინდა რამე წიგნი ვიყიდო მინისოში თუ მოხვდე იმაში რომ მოხვდე არა უნდა წავიდე ბიბლიაში მინდა ხო მინისოში ბიბლიაში იქ უნდა მოხვდე უნდა წავიდე წლის ბოლომდე რომ ტელეფონი მივიტანო ხო ტელეფონი მივიტანო იქნება გასმოსწორდეს ის ტელეფონი ხო რომ გადავიღოთ იმითი ვლოგები რა ან იქნება გამოსწორდეს ან იმას აქნა რა ქვია შეცვალოს რაღაცა გააკეთო რა ვიცი ხო და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ არა უნდა შემოუძახო შენ თავს ძალიან მანერვიულობს ეს ყველაფერი რომ მემართება მაგრამ რას ვიზავთ კი გემართება მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავთ მაგრამ იმას არ შვები აი ეგეთ მდგომარეობაში ეგეთ დეპრესიაში ხო არ უნდა თქვა всё არა მე უნდა ავდგე ეს შეგვიძლია ჩვენი საკუთარი თავი ეს მაქვს ფსიქოლოგი ჩვენი მისია გასაკეთებელი თქვა აი მე მისიაზე ვიძახი თქვა ეს მისია მაქვს გასაკეთებელი უნდა ავდგე და გავაკეთო ჩქარა ეხლა ისე მეზარებოდა ნამდვილად გარეთ გამოსულა ისე მეზარებოდა რომ სიკვდილი იყო ჩემთან მაგრამ არა ჩემთავს არ მივეცი ის უთლება რომ მე ის დამჯდარიყავი და ის ისე დამეტოვებია არა დეპრესია ელემენტარული ღმერთმა ჯვარი დასწეროს ყველას რომ მართლა რომ სერიოზული დეპრესიაში ჩავარდე მე გიორგი სულამას ვიმეცი სერიოზული ის არის რა ქვია შემოუძახე შენ თავს სერიოზული ეგეთი რაღაცა არ უნდა გააკეთო ვეუნები მე სულ მაგას ვეუნები უნდა სერიოზული დეპრესიიდან შეიძლება ფსიქოლოგომაც ვერ გამოგიყვანოს ხო არა და ჯანმრთელობის პრობლემები ბევრი შეგექმნას ხო არა ნამდვილად არ გინდა შვილო რა ვიცი არ გინდა ჩემო მეგობარო არ გინდა ნამდვილად არ გინდა ერთ დღეში ვყოფილვართ მაგრამ უნდა ჩვენი თავის ფსიქოლოგები ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ არა ხანდახან არა არ უნდა იყო გიორგი დეპრესიაში
ღმერთმა ყველას ჯვარი დაწეროს და იმას არის შვილება და ყველაფერს შვილა აქვს. ის ტელეფონით გამოსწორდება, ისიც გაკეთდება. ყველაფერს შვილება მის გადასიკილი. ხო, ისიც გაკეთდება, ისიც დღეს თუ არ გაკეთდება, მომავალში გაკეთდება. მომავალში თუ არ გაკეთდება, იმის მომავალში გაკეთდება და კიდე იცი რა არის, თუ რაღაცა არა გაქვს. არაფერი არ დამთავრებულა მაგით. არა, ნამდვილად არა. სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს და ყველაფერი გაკეთდება და იქნება ყველაფერი, სიცოცხლე აღარ იქნება. ხო, მართალია არა, ნამდვილად არ უნდა ჩავარდე დეპრესიაში და უნდა შემოუძახო შენ თავს. მე გისჩევ მაგას, შენ თავს უნდა შემოუძახო. არა, всё, მე დეპრესიაში არ ვარ, უძახო შენ თავს ბოლომდე. არ ვარ დეპრესიაში, არ ვარ. პირიქით გიორგისაც ამას ხოდა ისა ვარ რა ქვია. დეპრესიაში. პუტკუნა ვარ ცოტაო და რო ქუჩაში რო გავდივარო, იმას აშვებიო რა ქვია, რაღაცნაირი სხვანაირი თვალით მიყურებოდა და ჩემო კარგო, არავის მოусმინო. შენი თავი შეიყვარე ისეთი როგორც ხარ. არავის და მაგის გამო, ნუ იმას იზავ რა ქვია. გოგოა, ხო? არა, არავის არ უნდა იმას ქნა. არავის არ უნდა გოგოა შვილიც ეყოლა ახლა. ბავშვი ეყოლა. არავის არ უნდა დაუგდო შვილო ყურა. არავის გამო უნდა იმას აქნა რა ქვია. შენ ოჯახის წევრებს ხო უყარ ხარ? შენი თავი ხო გიყვარს შენ? აი როგორც ხარ, ისეთ შეიყვარე შენ. პირველ რიგში შენი საკუთარი თავი შენ გიყვარდეს. და სხვა საერთოდ აი ბოდიში ხალხო თქვენთან და დაიკიდე რა სვისია. რატო სხვანაირად რატო გიყურებენ? სხვანაირი თვალით მიყურებენ რა ქვია, პუტკუნა ვარო და სხვანაირი თვალით მიყურებენ. ადამიანი ხან ისეთი იქნება და ხან ისეთი იქნება, ხა ყველა ერთნაირი ვერ იქნება. ჩემო მეგობარო, ჩემო კარგო მეგობარო. ეგეთი ყურება და ეგეთი მსგავსობა, ეგ არის არა ადამიანი. იცი რა არის? ეგეთი ადამიანები ბევრია ქვეყანაზე. ხოდა არ მიაქციო ყურადღება. სხვის იმას რა ქვია, სხვის აზრზე. ნუ გაითვალისწინებ. შენი საკუთარი თავი გიყვარდეს როგორიც ხარ. კი. ვინმე რო ნაცნობი რო შემხვდებო, პირველ რიგში იმას მეუნებაო, რომ როგორ გასუქებულ ხარ. და იმაზე ნერვიულობ მეო. არი ნერვიულო. ჩემთვისაც ბევრჯერ ვთქვიათ. მაგრამ საერთოდ ერთ ყურში შეუშვებ, მეორეში გავუშვებ. რისთვის არის მეორე ორი ყური, რისთვის აგვაქვს? ერთში შეუშვეთ, მეორეში გავუშვათ. არ უნდა უგდო შულა ყური არავის. საერთოდ მე პირადად, საერთოდ არავის ის არ მაინტერესებს, უაზრო და უტაქტო აზრები. თავისთვის შეინახონ ჯობია. ჯობია რომ არ გითხრან ეგ ყველაფერი, მაგრამ მაინც არ უნდა მიაქციო ყურადღება რა. არა, ნამდვილად არა. და კიდე ეგ არ მიყვარს. რო შემხვდები მითხარი, ან მომიკითხე როგორ ვარ, ან ის არის აქვია. როგორ ვარ, რა შვები, რა ხდება აი ჩემს. არა, პირდაპირ იმას რო გეკითხები, როგორ გასუქებ. გამარჯობა, მითხარ შეოხერო. ან როგორ გამხდარ ხარ? ან როგორ გამხდარ ხარ, ან რაღაცა მითხარი, კომპლიმენტი მითხარი, რომ ან გიხდება, ან რაღაცა კენი. არა, რო ოღონდაც არა უბედურება არის ეს. მომიკითხე ადამიანი რო შემხვდები, მომიკითხე როგორ ვარ. იქნება როგორ ვარ, ხო? იქნება ტები საერთოდ. რა ვიცი, ჩემთვის ეს ზედმეტი არ შევფიქრე. მე რა ვიცი. ჯერ გითხრათ სულად იყუროს ერთ ადგილას მაგან, ერთ ადგილას მიყუროს აგერ. ხო და მერეც არ უნდა მიაქციო ეგეთებს ყურადღება. ეგ არის უტვინობის ბრალი. ადამიანს რო თავში ტვინი არ ექნება, ის ყოველთვის ეგრე გააკეთებს. რა ხანი ისა ვარ? მეც პუტკუნა ვარ, მაგრამ დამთავრდა ისა რა ქვია? რა ქვია იმას? ცხოვრება დამთავრდა? მოიცა თუ ღმერთი გწამს რა. იცი რა მაგას. მაგაზე უნდა ვინერვიულო, ახლა ვიღაცა მიყურებს ზუდად. აი დარდი რა. მე ასე.
იმიტომ არ უნდა ეთყობა გარდი, იმიტომ არ მინდა რომ გარეთ გავიდეო, ხო? იმიტომ ემართება იგეთი რაღაცა. და დეპრესიაც იმიტომ მემართებაო, ხო? უნდა გახვიდე გარეთ. არა, შენი საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს პირველ რიგში. ისეთი როგორიც ხარ. არასოდეს ცუდი არავისთვის არც გამხდარისთვის რამე მithვია, არც იმისთვის რამე მithვია. აი იცი რა არის? მაგალითად ლოგიკურად რო ვიმსჯეროთ. გამხდარს პუტკუნებმა, ხო? გამხდარი ადამიანი რო დავინახოთ ნაცნობი, მოიმე როგორ გამხდარ ხარ? მოეწონება? ექსაქციელი, კაი საქციელია? ჩემი აზრით არ არის. ეგ არის იმის ბრალი, რა ქვია. მუტინოვის ბრალი. ტვინი რო ადამიანს თავში არ ექნება, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო ძვირფასო. იმიტომ. და რა თავში ტვინი და 2 გრამი ქონდათ ისიც რაღაც მიახალეს. არ ჩავარდე დეპრესია. ვერთო ჩემო. ზედმეტი არავის არაფერი. გიორგი, გიხოცებ ტაფაში მოვხალა მე იმას რა. მოუხრა კი რაღაცა კენი რა ვიცი. ხო. რა საშვება? გამიფუჭებს იმას, წადი გიორგი, ჩარ. რასა? ბებიამ ჩართო გონი. ვაიმე, აღარ დაახრიგინოს ვიდეოს ვიხერ, კაცო. არ უნდა აღარაფერი განებოს თავი. მოვში აღარ უნდა აღარაფერი. ცოტა ხანი დავისვენო. ახრიგინებს უხსნოთ რა. მოვედი. ვისწავლო ჩართვაო. ვისწავლო ხო რა სწავლა უნდა მიაწვეს და ჩაიწვე. სუმი ბჟუა ესენი აი. ამოკოქვა. იცი რა დრაჟენია ხო აქ. ხო ისა აქ და. აი ასე რუშვი ესე გონიერი რაღაცეები მაქვს. ო. ახლა ის ჩაიტო. ახლა ხანი ჩაიტო და ხანაკი ჩაიტო. ხრიგინის ხმა თუ გაიგეთხარ, ნუ არ შეიმჩიოთ. რანდაზია 27-ზე ყოფილი ვარ ეს ჯერ. აი მე როგორ დავიღალე. ახლა ჩამოსაფოცხი მაქვს. მოფოცხა მოუგვიდა, ჩავიტან იმას და დავიბან კიდეც მეტი. მოვისუნთქნებ. თაბანის ფასი თუ რა მიერსებიც რა. და წყნის ფასი. მე მაწონი მინდა, მაღაზიაში უნდა წავიდე ხალხო. მაწონი? მაწონი მინდა. შავია იმა მაწონი. დემრიელია მე შავი როა პარა გავაკეთო იმას ძროხა მე არ ვიწველები და ძროხა კიდე არ მყავს რომ ბუწველი და მაწონი შევაყენო. მაწონის ერთი დღე უნდა შეყენება. უნდა პარა გავაკეთო. ერთი დღე ხარ ყოდი შეკაი იქნება, ყველიც მექნება მაწონი. ვიღაცას ვერ შეუვარდები კიდე მაცივარში და. ეს არ ქვია სმეტანაც მექნება. ხალხო დღეს არა დამემართა რომ მოვედი. ინტერნეტი მქონია გადასახდელი. მეზობლებთან გავედი, რომ ინტერნეტი დამეჭირა და მას მექნა გადამეჭირა. ხო, ნათესავებიერენთან მეზობლებიც არის, გვერდზე ცხოვრობენ რა. ხო და ის არის რა ქვია. მეზობლებათაც ითვლებიან რა თქმა უნდა. ხო, გავედი რომ ინტერნეტი დამეჭირა. ხო ჩავრიცხე 42 რარს ვიხდი. გამოვედი სახში. არ ირთვება ინტერნეტი, კაცო, არ არის. ვაიმე, მომეშალა ნერვები. სწორად მივხვდი. დაგასტარი. ხო, მომეშალა ნერვები. ჩხუბი დავიწყე. მეთქი ახლა რო ჩამართვევინო ტყუილა. ტყუილა მომაჭრა ფული. კიდე ახრიგინეს გონი. აბა რა ხმა. შენ ზამეკანია დაგეწყო ყურე. ყურებში ზამაკ. მოკლე ჩართვა გონი. ხო, ის დაკვაპული რომ აქვს ყურები შხივის. და ხმები მე ასე მგონია რაღაც ხმა არის. ხო, რას მომოდი. ხო და იმას აქვენი დავრეკე მერე ქოთქოთებდი ხო? ჩუბობდი.
დედამთილივით ჩხუბობდი, დედამთილები რო ჩხუბობენ ხოლმე აი უყურე კოთკოტე. ესეც მომიიტყდა. აი გეც მე დამაბრალე ეხლა, ეგეც მე ხუ არა ვარ. ჰა? ეგეც მე ხუ არა ვარ. უტყდა და რა შემბრა. მე რო ათამაშებ და იმასაშები იმას ბოტყდა, მაგრამ სიზავდა. მე ვათამაშედი ასე რომ მომიტყდა ისა. გამოძრა იმ პლაშიდან. რა პლაში და მიაწევე მე მომენტი წებოდი. სადამა მომენტი წებოდი. აი იგე არის. ისა რო არგა. ხო და კოთკოტები ახლა თუ ტყუილა ჩამართვევინეს ამათ თქო ხო და გადამარიცხინეს ტყუილა ფულები და მეზობლებში მატარეს თქო ხო ვაიმე დავრეკე მობილური ინტერნეტი არ ქონა. მობილური ინტერნეტი არ მქონდა როცა მჭირდება მაინდამაი მაშინ არა მაქვს ხოლმე რამდენი ხანი კიდე მობილური ინტერნეტი არ ჩამირთვია ჩამირთვია თუ ჩამირთია თუ რაღაცა რა ვიცი ჩამირთავს ვინმე ქართულს მასწავლებელი არ გამოვიდეს რა ვიცი მე გრამატიკული სიტყვების არაგრამატიკული სიტყვებისთვის ძალიან დიდი ბოდიში ხო და დავრეკე და თურმე 2 ლარი კიდე ზედმეტი დასამატებელი ყოფილა გავედი რას ვიზავდი გამომორთე ტელეფონი გავედი და ვამატე ჩაიტო ოხ მაგათი დავნაყავ ნიგოზი ოხ მაგათი სადაც ნახავ დავნაყავ ნიგოზივით ასე რომ დღეს მაგთიმ ძალიან ნერვები ამიშალა და თუ ვინმე მაგთის გამო ის მიყურებს რა ქვია წარმომადგენელი უხტუტუტუტუტუტუ მაგთი რა შოში იყო უნარი ყოფილა დასამატებელი ისე პრინციპში რატო არა მე ვარ შუაში დედა მაშინაც ეგრე არა ხნა ვერ პირდაპირ ჩარიცხე ხო მაგრამ კი არა 2 ლარი არ იყო დასამატებელი არა საკომისიო წაიღეს 2 ლარი დასამატებელი იყო ზედმეტი თურმე მე კაი ადამიანო 2 ლარი ზედმეტია დასამატებელი არ იყოს დასამატებელი ხო რომ ამატებინებ იქნება მარტო 42 ლარი მაქვს და 2 ლარი აღარა მაქვს ზედმეტი რას მამატებინებ ამდენ ფულს რომ მამატებინებ ხო რა ითქვა მართლა ხალხო რა ითქვა ხუჩავაც ხინკალი მაგ ხალხო გასაკეთებელი და მუკმანგები გიმა გადასაღები უბრალოდ და ივიწყეთ რაღაცა მუკმანგებიო ის არის უშაბაც ხუჩავაც არის ხო ეხლა ხუჩავაც არის მგონი ის არის სამშაბაც უნდა ჩამოვდო დაბლა ის 4 შაბათს უნდა ჩამოვდო დაბლა 4 შაბათს აღამოს ფარში მე ის არის რა ქვია პონილიც მინდა 5 შაბათ დილით ან ქვევით ჩავა და ან რა ვიცი რაღაცა გავაკეთოთ მე ახლა გიორგი კიდე რომ მოვარ ხინკლის ცომი მაქვს მოსაძენი რა უნდა გავაკეთო მე მაინც გასაკეთებ წასასვლელი ვარ იმიტომ რომ ლიმონადი მინდა და კიდე რა ვიცი რაღაცა იქნება მოსატანი რა ვიცი ქათმის ხორცი უნდა შევკრა რა დგინა ქათმის ხორცი კარგავით მე რა ცოტა ხილი იქნება ვიყიდო ვაბა ხილისად ვიყიდოთ მე ქვემოთ არ არის ხილი ბაზარი გვინდა იქნება ჩამოიაროს საზამთრო ვიყიდოთ რა არის რა ამ ბაზარს კიდე რატო არა ბარათით გადახდის ისა მე კიდე მის დღემში ქეშად ფული არ მაქვს ბარათზე მაქვს სულ ხალხო სანამ დამერიცხებოდა 16 ლარი მქონდა დარჩენილი მასზე ბარათზე როგორ მოხდა რომ მე ბარათზე 16 ლარი დავითოვე და 0-ზე ჩავიყო ხალხო როგორ მოხდა ხურდა მქონდა კიდე იმაში რა ქვია ჩანთაში და იმ დღეს ძეხვი მინდოდა შეწული იმაში რა ქვია კვერცხთან ერთად ეგეც ხო ვიყიდე, პურიც ვიყიდე და დაჟე 15 ცალი
ის მოვიტანე რა ქვია. ნაყინი. ნეტარად მინდოდა 15 წელი ნაყინი. აღარ იქნებოდა მაღაზიაში მე ეს ციგვილა უჭამდი. ხო. მართლა 18 ლარის ნაყინი რა მაყიდინა. ვერა ხარ. ძეხვი მეყიდა ცოტა ბევრი და ნაყინი მეყიდა ცოტა. ან 5 წელი, ან 6 წელი. თეთა რა აქვს? ვერა ვარ მე ჯემატორზე. ისე უყვარს ნაყინი ქვეყანა იყიდა. ქვეყანა მე კიდე მაღაზიაში რო წავალ ნაყინი რომ მეტყვია ნაყინი მოიტანე ცოტა არ მომაკ ბევრი. მომის საგავს. გოგო ჩემოქმარმა იცოდა კიდე იგივე. იმდეს მოიტანდა ნაყინი თლიან დიდი პარტია. მე რომ მაღაზიაში შევალ ის არის რა ქვია. იმას ვიყიდი, ნულზე ჩამომყავს ის არა ქვია ფული. 20 თეთრი ძრო დარჩეს ის მადლობელი. თეთრიანებიც ხო გაქვს. დოლარი გაქვს 20 თეთრი. აღარა მაქვს 20 თეთრიანებიც. ისიც მივახარჯე იმაში. გავახო. რა რამდენი ქონდა და ქვეყანა დახარ? ქვეყნის ფული მქონდა ხო? პური ვიყიდეია. პური ვიყიდე შეც კიდე ძეხვი ვიყიდე და ნაყინი ვიყიდე 15 წელი. 18 ლარი დარჩა და 18 ლარის გლიჯე ნაყინი. ვაიმე შევიშილები. ძვირია ნაყინი და მე მეგონა მაგდენი არ მომივათქო, მე რა ვიცი. თუ ეგრე იყო და კარგი ბლომად მომდიოდა სხვა მაინც მეყიდა ნორმალური იზა ნაყინი რა ვიცი. მართლა ხალხო ის გეყიდა ასე დიდი რომ არის წონის. ვაიმე, აისბერგი 11 ლარი ღირს. ეგ მეყიდა. ფუშენი დედავატირე. ახლა კაი იქნება ეგ აისბერგი. კარგია. ვაიმე გიორგი. როგორ გიო? ვაიმე. დედა. სად არის დედა? აი ფოცხამს. განებე დედა. დანებე მე ვიზა. გაიგონე. გაიგონე შეც კიდე ადამიანის სიტყვა. ჯუტია რა. აკაია 11 ლარის ხის ხო? 11 ლარი ღირს და რა ვიცი მე გო. ხო 11 ეწერა იმ დღეს რო ნახე. დავა ჩავიხედე. პორტა მოვიხო. რა ვიცი მოვიხო. ერთი უნდა გამოვართონ წინასწარ მარინის ფული რა. ხო 28-თვის. შეიძლება აღარ მქონდეს მე რა ვიცი მე. ყოველ დღე პულზე დავდივარ დავიღალე. ორი პული წამოიღე მეტი არ გინდა პული. საღამოზე არ დაგჭირდება. გიორგი, რამდენზე ვარ დედა? 28-ზე. ჯერ ადრე ვარ. საქმე მაქვს დამაღამდება და საჭმელიც გასაკეთებელი მაქვს, მაკარონს გავაკეთებ. დავიღალე ამ საჭმელი. კიტრი პამიდორი არის, კვერცხი არის. კიდე რა არის, რა ვიცი მე. აჯაფსანდალი აღარ არის. აჯაფსანდალი აღარ არის, აჯაფსანდალი სულ არ მინდა. ისა. ხალხო არ მიტყვი ახლა რა ასოციაციასაც მიტოვებს. გიორგი, ყაბაყის აჯაფსანდალი როგორ გეკეთო შეჭა? არა. აბა ყაბაყი. აჯაფსანდალი ყაბაყის მინდა და აქ იმისი რა ქვია. რა ქვია. რა ქვია კიდე მე ყაბაყი და ბადრიჯინის ყაბაყი არა და მეორე რო არ თქო უნდა მეთქვა. ათ ბადრიჯინის და კიდე რამე თუ არსებობს მსგავსი. და არც გოგრის კიდე. ისე გოგრის რო არსებობდეს რა კარგი იქნება. გაუკეთე რა. რა? გოგრა ტკბილია, ტკბილია ჯაფსანდალი რო გავაკეთო. აუშო. არა ყურება. ნახრიგი. ზრენეთ ხრიგინეს რა არის. ვაიმე ხალხო რაღაცა ვიჯიგჯიგეთა.
ესე რომ შვებარასასაც. რა ვიცი აისბერგი მეყიდა იმ დღეს. როთხლიჟე იმდენი 15 წელი ნაყინში 18 ლარი. რა ამბავი იყო. ანდრე 18 ლარის მოგივიდო და ქვეყანა უფრო მაგაზე მეტი. 15 კი არა მეტი მოგივიდო. ჩემს ბავშვობაში 50 წელი 15 კი არა 18 ლარი 15 ნაყინი კი არა. რამდენი მოგივიდო და რა ვიცი. 50 წელი მაინც. მაშინ რამდენი საყიდულოდა დიდი პარკი. აი ლიბრე პარკები რო არის დიდები მოზრდილი. ის უსამსე იყო მოქონდა. საშუალო არა მოზრდილი პარკები რო. კიდევ აიმე ხალხო აქ ბიძა ჩემი ისა მოიტანდა ყუთით ნაყენს. აი დადევდა მაგიდაზე გიორგი ეს სტაკანჩიკა ხო ქაღალდებში კი არის ხო გახოვილი ისე ელაგა იგინე ხო იცი. ყუთებში ხო ადრე ხო ეგრე ადრე რა ვიცი ჩემ დროს იმებში იყო ქაღალდებში და ადრე ხო ეგრე არისო იმაში გიორგი რა ქვია ყუთებში რო ყიდულობდი და ისე მოგიღებდნენ. ხო ისე არისო ქაღალდში არისო გახსნილი. ხო ეგრე ოღონ ყუთში ეყარა დიჩი. მოიტანდა იქ დადევდა ხოლმე რამდენი საბჭამდით ვაიმე კაი. სტაკანჩიკი მაროშნიო ერთი კალია დადიოდა ჩემ ბავშვობაში. რა ჩვენთან სტაკანჩიკი მაროშნიო მე იმებს ყიდი და კიდე მამალოებს. ორი კაი მამალოები. კიდე არსებობდა მამალო მამლის ფორმა რო ყוטა. სულ არ შეხავს რაღაცა იყიდება რაღაცა არის. ვიღაცას დაუნახე მე ჭამდა რა ვიცი. იმ დღეს ვიღაცა ჩუპაჩუპს ჭამდა და მომიიდა. მე შეგითხა ჩუპაჩუპსი მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარს. ბავშვობიდან აქავზი ვარ. ჩუპაჩუპს ჭამს მოხდა. ბავშვობიდან ჩუპაჩუპს ჭამ. ბავშვობიდან კინდერი გიყვარდა. ჩუპაჩუპა. ისე რა კაი კინდერი რა კაი გემოქონდა იმ შოკოლადს. ხანდახან ეხლა ვაფშე შოკოლადიანი საერთოდ არსებობს? რაღაცა იმებში ჩააგდეს რა ქვია. პლასმასის ყუთებში, კვერცხებში ისინი რა ქვია, ეიდიბეწო რაღაცა კამპეტი მაგას როგორ უნდა აჭამო ბავშვებს, ფერი გაზდის გონი. ნაზელია ერთმანეთში. აჭაფსანდალი აქვს, ის არის რა ქვია, გრამატიკას როგორ ასწავლიან, სტიკერი რაცხა. დავაკარი და ძლივს ავადღლიზე იმიდან, რა ქვია. ლაბუბუ კიდე. რაღაცა ლაბუბუა მომივიდა მაშინ. მეორეში კიდე რაღაცა ისა რა ქვია. კაცია მომივიდა ისიც ვერ დავამაგრე და ასაწყობი. გოდა შოკოლადის მაინც იყოს ეს დიდი კვერცხი, მაგრამ შოკოლად შევაფასებ, ან რაღაცა გავაკეთებ. რო ხორობა არის. ან პირამიდა რო ქაღალდია, ან კოშკი კიდე. შოკოლადის იყოს ხო შეიძლება. რძიანი შოკოლადი, როგორც მე მიყვარს. იმას ბავშვი მეც კარგად შეჭამ შოკოლადს. გემრიელად მივირთმევ. ადრე კინდერი კარგი იყო, შოკოლადი იყო გემრიელი, თან საინტერესო სიურპრიზი ამოდიოდა. ეგ მიყვარდა ხოლმე რა მომივა შიგნით თქო. მისტერი ბოქსები მიყვარდა რა. რა კაი სათამაშოები ამოდიოდა კოლექცია რამდენი მქონდა მერე. დაწყობილი იმებზე რა ქვია, კარადაზე, ფაროზე. იმდენი მქონდა ღმერთანი რა ვიცი, სამი პარკი გაიმსო. დისნეი ისინი რა ქვია, ცხოველების ისინი კოლექციები, ბეჰემოთი, ლომი, პინგვინი, სპილო, სხვადასხვა იმაში ფორმაში. ვეფხვი და კიდე რაღაცები იყო. აი ბევრი რაღაცები მომდიოდა. შოკოლადი მე რა გემრიელი ქონდა. კი, რძიანი გემრიელი შოკოლადი იყო. შიგნით რო გადახავდი თეთრი იყო გული. ხო. რამდენი ქონდა აი ოღონდ შოკოლადის ის რო ქონდა რა ქვია. კვერცხი, გარსი რო კვერცხი რო შოკოლადის იყო და ის მეორე არ მიყვარდა, პლასმასი რო იყო და ერთ მხარეს სათამაშო და ერთ მხარეს ის რო იყო რა ქვია, შოკოლადი.
ცოტაა და დაათქო და არ ვყიდულობდი მაგას. შოკოლადი ცოტა აქვს ხო? Kinder Joy თუ რაღაცა რო შემოვიდა. გოდა ასე ცოტა ხანი და წავიდეთ. Kinder Joy. Kinderi მიყვარდა. Kinder Surprise. კაი Kinder. აუ ისინი რამდენი მქონდა. ეს კარტონები ვით რო იყო რაღაცები, პატარები, კარტები და რაღაცები რო ხატა ხოლმე ესეთი. ხო. ესე რო უნდა გექნა. ესე რო ისეთი რა მობრუნდებოდა ხოლმე. რამდენი მქონდა სხვადასხვა ნახატებით. მე რა ქვიწეკი ხოლმე ამ ოთახში და ეს ოთახი, ამ ოთახის კედელი. ხან ხო ისინი მქონდა პლაკატებით გაჭრილებული. შაკირას პლაკატი მიხატა მე კიდე საფთუმალთან. შაკირას პლაკატი რა ჯანდაბად მინდოდა საფთუმალთან რო გავიკარე. პლაკატები გავიკარე სხვადასხვა იმების, მსახიობების, მომღერლების, ვინც მე მომწონდა მაშინ. არა და მაშინ ინგლისურად ხომ მღეროდნენ ხოლმე და ასზე არ ვიყავი რას მღეროდნენ. შაკირა რომ ასე ცხენთან რო არის. ხო. ცხენებთან ეს კაი სიმღერა. კი. შაკირა ზოგადად ის არის რა ქვია. მაგარია. მაგრამ მე მაინც ჯენიფერ ლოპესი მირჩევნია შაკირას. დადონი. უფრო კარგი სიმღერები აქვს. Jenny. J-Lo. J-Lo არის ძახიან. ხო. ენრიკე იგლესიას უსმენდი ხოლმე. მე გიორგი შევარდება ჩემს მერია ბაზანაში. შევქანდები აბაზანაში. დივიბან. მოპრიალდებით და გამოპრიალდებით. ახლა რო წავალ მაღაზიაში, რო გავალ აქედან, წავალ მაღაზიაში, გამოვიცვლი, მე წავალ მაღაზიაში, დუხსაც მივისხამ. არ დამავიწყდეს, მაგის გარეშე მე არ დავდივარ. არა და მითავდება. მაგრამ თიმუს დუხი მაქვს. კელვინ კლეინ მითავდა. კაი დუხი. კაი დუხია, ხო? როქი. მე ჩემ გოგოს უნდა მივწერო. როგორ არის მოვიკითხე? ხო. აი იმაში არ გავუჩენილა რამდენი ხანი და აი ერთ საათს დავედით, არა. არა, კაცო, რა 1 საათი რა რუსეთი საათია. დავისვენე ცოტა. როგორ არის არაშვებიან? მოვიკითხოთ. ხო. ერთი გოგო. რო არ გამომივიდეს რომ საერთოდ დავივიწყე. ის არის მეორე გოგოსაც მოვიკითხე, თუდად რო იყო. ხო. ერთი ორივეს მოვიკითხა. ერთსაც მე ვიკითხავ და მეორესაც მე ვიკითხავ. რო არ გამომივიდეს რომ საერთოდ დავივიწყე. არ დავიწყე. გულში ყვავა. კი. ყავს. საერთოდ ხანდახან რო შევიარო ხოლმე და მოვიკითხო ხალხი უკეთესი იქნება. კი. აბა ხედა აბა ხო. აბა ხედა გემშვიდობებით წავედი ახლა მომავალი მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. არანაირად თქვი. აბა ხედა გემშვიდობებით წავედი ახლა მომავალ ვიდეომდე. ეგრანაირი დამშვიდობება არის არ ვიცი. რაღაცა ხო გაიგეთხა. რაცხა ცოტა გივიგნეთ. რაცხა ხო გაიგეთ. გივიგნეთ. რაცხანავეტანი მიტკივა ნეკნი ამინთომე. ანთება მაგ ნეკჩი, ანთებული მაგ. ისა მაგ ჩართული რა ქვია. პავაროტენიკი. ციმციმა. პავაროტენიკი. ციმციმა. ციმციმები. რა უპეტურება ეს პავაროტენიკი რა ჯანდა. ციმციმა ხო შეიძლება თქვა. ლამაზი გვაქვს უფრო ქართულად. ლამაზია ციმციმა.
აი პავაროტენიკი ხადავოი კიდე ხადავოი ხადოი რა მე რა ვიცი ზადნი უკან ზადნი უკუსლა ზადანი მართლა ჰეითერები ვინც ცუდად იქცევა და ცუდად თვალით გვიყურებს ის უნდა წავიდეთ ზადნით პირდაპირ დაზადნოს ოღონდ არაფერს შეეჯახოს უკანაც იყუროს ხანდახან მაინც არ ვიმეტებთ ხრამისთვის არა იცი რა არის ხანდახან რო თვითონაც ხალხმა ეგეთმა ხალხმა სარკეში ჩაიხედოს და საკუთარ სხეულს და საკუთარ ვიზუალს შეხედონ უკეთესი იქნებოდა და ტვინშიც უნდა ჩაიხედო და ნუ დადიან მზეში იმითი რა ქვია ქუდის გარეშე ქუდი თუ არა ის სომბრერო დაიხურეს ხურუს ხანდახან და იმას აქნა რა ქვია ან კოლგა სომბრერო თუ კოლგა მაინც სომბრერო იცი როგორია ასეთი კი არა ასეთი რა არა ეგ არ უშველით ეგ გვერდებიდან მაინც ჭალა ეგ დიდი მექსიკური ქუდებიოა ეგ ერთი გვერდებიდან მაინც ჭალა ხო ზოგი ერთებმა ხო და ხანდახან სარკეშიც რო ჩაიხედონ და სულშიც რო ჩაიხედონ უკეთესი იქნება კი პირველ რიგში სულში კი პირველ რიგში სულში მერე სარკეში ჩაიხედონ თავის სხეულს შეხედონ როგორები არიან მერე ტვინში ჩაიხედონ თუ საერთოდ აქვთ და 2 გრამი ქონდათ და ისიც თუ გარეთ არ გამოუვარდათ მიახალეს სადღაც იმისავით რა ქვია კვერცხივით დაეთქვებათ მერე იმას აქნა რა ქვია უყურონ სხვას ცუდად ხო ცუდად არა კარგად ხო შენ ჩევა ხო მოგეცით არავის ყურადღება არ მიაქცია შემოკარგო ყურადღება მიყევი შენ ცხოვრებაში ცხოვრება მშვენიერია აზრს შენ ოჯახს და იმრავლე და იხარე შვილო ცხოვრება მშვენიერია ცხოვრება არის ხანმოკლე და ის წუთი ის წამი და ის მოგონება აღარ დაბრუნდება ის დრო არ დაბრუნდება მოგონება რაშუაში მოგონება ეხლა თავიდან ვიტყვი ის წუთი ის წამი ის დრო აღარ დაბრუნდება რაც წინ გვაქვს ცხოვრება მიდის მალე ცხოვრება არის ხანმოკლე სიცოცხლე არის ხანმოკლე სიმღერა ხო არის ხო წუთი სოფელი დაიცი როგორ არის მოკლეა წუთი სოფელი დრო რამ მალე გადის თუ რაღაცა ხო გადის ხო დრო მაინც გრჩება სიკეთისთვისო კი ბატონო იცი რა არის სიკეთე უნდა ვთესოთ არავის იმას რა ყურადღება არ მიაქციო უტაქტო საუბარს და ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციო მიყევი შენს ოჯახს შენ ცხოვრებას შენ პატარა ანგელოს კი ბატონო შენ რო ის არის იცი რა არის შენ რო ცუდად გახდე და დაგემართოს რაღაც ვერც შენი შვილი იქნება კარგად ვერც შენი მეუღლე იქნება კარგად ვერც შენი მშობლები იქნებიან კარგად და ვერც შენი საყვარელი ადამიანები ვერც მეგობრები და ვერც ვერავინ კი ნამდვილად შევტკივა გული შვილო შენზე კარგად იყავი მაგრად იყავი და მე გეუნები არავის ყურადღება არ მიაქციო ყურადღება მიიყევი შენ ოჯახს შენ იმას ყოველთვის უფალი შენთან არის კი ბატონო უფალი შენთან არის უფალს უყარხარ ისეთი როგორიც ხარ კი უფალმა ის არ გითხრა რომ სხეული ისა უფალი შენსკენ არის ნუ რავის ნუ მიაქცევ ყურადღებას მაგრად იყავი და ყველაფერი საუკეთესო გქონდეს რაც მე ვერ დაგლოცო შვილო უფალმა დაგლოცოს და გაიხარი და ვინმე თუ წასვლა უნდა შენგან გაუშვი წავიდეს არ გაინტერესებს უკეთესი იქნება ნუ წავიდეს სხვა მოვა ნეგატიური ადამიანები დააკენსელე და ნეგატიური ისინი ურთიერთობები ჯობია რომ დაივიწყო ნეგატიური არც ადამიანი გინდა არც მეგობარი გინდა და არც ნათესავი და არც არავინ საერთოდ ჯობია რომ გაუშვა წამსვლელი წავა უმსვლელი მოვა და თუ უყარხარ უკან დაბრუნდება კი და თუ არ უყარხარ კიდე კარგად იყოს თავისაზე გაუმარჯოს
წავიდეს საერთოდ აბაჰე და აბაჰე აბაჰე დაგემშვიდობებით ხალხური ყველას ყველა ყველას. გვიყვარხართ გვეიმედებით რავი ძალიან სიამოვნოს თქვენთან ურთიერთობა თქვენთან ყოფნა თქვენთან მე საუბარი და მგონი კარგი რჩევები მოგეცით ხალხო აბაჰე და აბაჰო გაიხარეთ გამრავლით დარჩენილი საღამო კარგად კარგი გქონდეთ. გაგეტარებიათ და მშვიდობიანი დილა გაგთენებოდეთ აბაჰე და აბაჰო აბაჰე კარგად ამ ბოლო დროს რაღაცა მე ძალიან ბრძნული ლაპარაკი დავიწყე ფსიქოლოგობა და კოუჩობას უნდა მივაწვე ხალხო ფსიქოლოგობას უნდა მივაწვე ძალიან დავიწყე ამ ბოლო დროს და რა ვიცი აბაჰე და აბაჰო კარგად იყავით და თუ რამე კიდე რჩევა გნებავთ გვეიმედებით. მომწერეთ აგერ ვარ აბაჰე და აბაჰო კარგად კარგად იყავით მაგრად იყავით გამოიწერეთ არხი გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო რჩევებისთვის მომართეთ მე აგერ არის თქვენი ფსიქოლოგიც მზეც მთვარეც და ისიც კიდე ვარსკვლავებით და სოფლიო დონის ვარსკვლავი YouTube-ის მამა აქ არის კარგად წავედი კარგი საღამო ხალხო ბოდავ რაღაცას აბაჰე მაგაში არ მომისმინეთ ბოდავ რაღაცას აბაჰე კარგად